დარბაზში საქმე მაინც ვერ იყო რიგზე. წინასწარ ვაცხადებ. მე თაყვანს ვცემ გენიოსის სიდიადეს. მაგრამ არ მესმის, რად იქცევიან ზოგჯერ ეს ჩვენი ბატონი გენიოსები. თავიანთი დიდებული წლების მიწურულს ისე, როგორც პატარა ბიჭები. ჰერერა უღოთ რო კარამაზინოვია და 5 კამერჰერის სამყოფი მედიდურობა აქვს. კამერჰერი ზოგიერთ მონარქიულ სახელმწიფოში ერთ-ერთი წოდებულება სამეფო კარზე. ანა შეიძლება ჩვენისთანა საზოგადოებას კაცმა მთელი საათი უკითხო ერთი წერილი? საერთოდ შეფჩნეული მაქვს მსუბუქი ლიტერატურული კითხვის დროს, რაც არ უნდა გენიოსი იყო. საზოგადოებას 20 წუთზე მეტი გული არ უნდა გაუწყალო, თორემ დაუჟელად ვერ გადარჩები. მართალია დიდ გენიოსს საოცარი მოწიწებით შეხვდნენ ყველაზე გოროზი ბერიკაცებიც კი, მანდილოსნები ხომ ერთავად ახტაცებული იყვნენ. ესეც არის. დაში კანტიკუნტად და არეულ-დარეულად დაუკრეს. სამაგიეროდ უკანა რიგებში წესრიგი არავის დაურღვევია. ვიდრე კარმაზინოვმა არ დაილაპარაკა. თუმცა წესრიგის დარღვევაც არ ეთქმოდა ამას. უბრალოდ გაუგებრობა გამოვიდა. მე წინათაც მოგახსენეთ, რომ საოცრად მჩხავანახ მაქონდა. ცოტა ქალურიც და ამასთან ჭეშმარიტად დიდკაცურადაც იჩლეკდა ენას. ხო და რამდენიმე სიტყვა რომ წარმოთქვა, უცებ ვიღაცამ ხმამაღლა გაიცინა. ამ ხეპრეს ალბათ მაღალ საზოგადოებაში არასოდეს უტრიალია და თანაც მხიარული გუნების კაცი იყო. ყველაფერი აცინებდა. ოღონდაც არავინ ახოლია. პირიქით, აქეთ-იქიდან შეძახეს და ხმა ჩააწყვეტინეს. ბოლოს ბატონმა კარმაზინოვმა ბრანჭვითა და განაზებული ხმით გამოაცხადა, რომ თავდაპირველად არაფრით თანხმდებოდა წაკითხვაზე. აბა ეხლა ვის რაში სჭირდებოდა ამის განცხადება? რომ არის ისეთი სტრიქონები, რომლებიც გულიდან ისეა ამონამღერი, საზოგადოებაში ამისთანა წმინდათა წმინდის კატანა არაფრით არ შეიძლება. ხო და ვინ ეხვეწებოდა კატანას? მაგრამ რა კი ასე შეეხვეწნენ? მანაც გამოიტანა. და რა კი გარდა ამისა სამუდამო თავს ანებებს კალამს და დაიფიცა არასოდეს არაფერს დავწერო, ადგადა ეს უკანასკნელი ნაწარმოებიც დაწერა. და რა კი დაიფიცა არაფრის დიდებით არასოდეს არაფერს წავიკითხავ საზოგადოებაშიო, მაშ ამ უკანასკნელ წერილსაც წაიკითხავს და ასე შემდეგ. სულ ასე და ამგვარად. მაგრამ ამას კიდევ რა უშავდა? ავტორისეული წინასიტყვაობის ამბავი ვის არ მოეხსენება? თუმცა შევნიშნავ კი, რომ ჩვენს ნაკლებად განათლებულ მაყურებლებზე, ისიც უკანა რიგებში მსხდომეს ოდენ გაღიზიანებულ ხალხზე, ყოველივე ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა. განა არ ჯობდა ერთი პატარა მოთხრობა წაეკითხა? დიახ, ერთი ისეთი პაწაწინა მოთხრობა, როგორცაც ადრე წერდა ხოლმე. გაბრანჭული და ნაგვირისტები. თუმცა შიგადაშიგ მაინც გონება מחვილური? ამით ყველაფერს გადაარჩენდა. გაგიგონიათ? დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? ღერთო, რას არ მიედმოედო? შევიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ არა მარტო ჩვენ საზოგადოებას, დედაქალაქის მსმენელსაც კი რეც დაასხამდა. წარმოიდგინეთ, ყოვლად გაბრანჭული და უაზრო ლაყბობით გაჭრელებული თითქმის 2 დაბეჭდილი თაბახი. თანაც ეს ვაჟა ბატონი
ისე ქედმაღლურად, ისეთი დამადლებული სახით კითხულობდა, რომ ჩვენი საზოგადოება შეურაცხყოფილიც დარჩა. თემა? თუმცა ვინ გაერკვეოდა ამ თემაში? ეს იყო რაღაც ანგარიში, რაღაც შთაბეჭდილებებისა და მოგონებებისა, მაგრამ რაზე? რის შესახებ? მართალია ბევრი იჭმუხნა შუბლი ჩვენი გუბერნიის საზოგადოებამ კითხვის პირველ ნახევარში, მაგრამ ვერაფერი გაიგო და მეორე ნახევარი მხოლოდ ცდილობის გულისთვის მოისმინა. მართალია ბევრი ლაპარაკი იყო შიგ გენიოსის სიყვარულზე ვიღაც არსებისადმი, მაგრამ გამოგიტყდებით და ცოტა უხერხული კი გამოვიდა. ჩვენს დაბალ ჩამრგვალებულ გენიალურ მწერალს ჩემი აზრით სულაც არ უხდებოდა თავისი პირველი კოცნის ამბის მოყოლა. რაც მთავარია, არც კოცნა ხდებოდა ისე, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ამ ქვეყნად. ირგვლივ უთუოდ შავთავა ყელყელაობდა. უთუოდ შავთავა ან იმის თანაბალახი, რომლის გამოსაცნობად ბოტანიკის წიგნში უნდა ჩაგეხედა. ამასთან, ცა უთუოდ იისფერს გადაიკრავდა, თუმცა მოკვდავთ ცხადია ამის თანაფერი არასოდეს შეუმჩნევიათ. კი უნახავთ, მაგრამ ვერ შეუმჩნევიათ. მე კი შევამჩნიე და ახლა თქვენისთანა რეგვნებს ისე აღუწერ, როგორც ყოვლა ჩვეულებრივ რამესო. ხე, რომლის ძირას ეს შეყვარებული წყვილი მოკალათებულა, უთუოდ ნარინჯისფერია. ამბავიც სადღაც გერმანიაში ხდება. უცებ გამოეცხადებათ მათ პომპეუსი თუ კასიუსი ლაშქრობის წინ და ორივეს ახტაცების ჟურვანტელი უვლის. იქ სადღაც ალმა წაიწიკვინა ბუჩქებში. გლუკმა ლელიანში ვიოლინო ააკვნესა, პიესა, რასაც ის უკრავს. En tout lettre არის დასახელებული. მაგრამ არავის მოусმენია. ამიტომ ისიც მუსიკალურ სიტყვარში უნდა მოიძიო. ამასობაში ნისლი ბოლქვებად იხვევა. ისე იხვევა, ნისლი კი არა და მილიონი ბალიშის ბუმბული ეგონება კაცს. უცებ ყოველივე ქრება და დიდი გენიოსი ზამთრის თბილ დღეს ვოლგაზე გადმოდის. ორ გვერდ ნახევარი დათმობილი აქვს ვოლგაზე გადმოსვლას, მაგრამ ბოლოს მაინც ყინულ ჭრილში მოადენს ზღართანს. გენიოსი იხჩობა, მაგრამ გონია დაიხჩო და არც უფიქრია. ეს ყველაფერი იმიტომ გააჭრელა, როცა უკვე სული ხრჩობოდა და წყალსაც ყლაპავდა, ლობიოს მარცვლის ოდენა ყინულის პაწაწინა ნატეხს მოატანა თვალი, ეგრეთ წოდებულ გაყინული ცრემლივით გამჭვირვალესა და კამკამას. ამ ყინულის ნატეხში მან გერმანია დაინახა, უფრო უკეთ გერმანიისცა, ხოლო მისმა წარმტაცმა ლივლივმა ის ცრემლი მოაგონა, რომელიც გახსოვს, თვალთაგან გადმოგიგორდა, როცა ზურმუხტის ხის ქვეშ ვისხედი და შენ სიხარულით შეძახე, ბოროტება არ არსებობსო. ჰო, გითხარი მე ცრემმორეულმა, მაგრამ მაშინ არც მართალნი ყოფილან მეთქი ამ ქვეყნად. ჩვენ ორივე ავქვითინდით და საუკუნოდ გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. ქალმა სადღაც ზღვისპირეთისკენ გასწია. ვაჟმა რომელიღაც გამოქვაბულებს მიაშურა. და ჩადის ამ ღვიმეებში. 3 წელიწადი მოუნდა მოსკოვის სუხარების კოშკიდან ჩასვლას და უცებ მიწის ქვეშ. ერთ გამოქვაბულში ამოყო თავი. იქ კანდელიანთია. კანდელის წინ კი სქიმოსანი დამდგარა ლოცვად. გენიოსი უმალ პაწაწკინტელ არკინის სარკმელს მიეტანება და უცებ ოხრა ესმის. გონიათ სქიმოსანი ოხრავს? ძალიანაც არ ენაღვლება თქვენი სქიმოსანი. არა ბატონო, ეს ოხრა მხოლოდ თავისი ტურფას პირველ ოხრას აგონებს 37 წლის წინათ
როცა გახსოვს გერმანიაში აკატის ხის ძირას ვისხედი და შენ მითხარი სიყვარული რა საჭიროა? ხეირგვლივ რამდენი ხე ხარობს და მეც მიყვარხარ. გახმება ხე და მეც გადაგიყვარებო. დაირია ისევ ნისლი. გამოჩნდა გოფმანი, შოპენის რომელიღაც ჰანგი დასტვინა ალმა, უცებ ნისლიდან რომ ისახურავების თავზე დაფნის გვირგვინით გამოგვეცხადა ანკმარციუსი. ახტაცების შურვანტელმა დაგვიერა სხეულში ორივეს და საუკუნოდ დავშორდით ერთმანეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ეგებისე ვერ გადმოგცემთ და არც გადმოცემა მეხერხება, მაგრამ აზრი კი ამ ყბედობისა და ახლობით ასეთი იყო. ან ეს რა სამარცხვინო ტრფიალი სჭირთ ჩვენი დიდი ჭკუის ადამიანებს ბრძნული კალამბურებისა. დიდი ევროპელი ფილოსოფოსნი, დიდი მეცნიერნი, გამომგონებელნი, მეცნიერების მაშვრალნი და მოწამენი, ყველა ეს ნაშრომ ნაჯაფი ხალხი ჩვენი რუსი გენიოსისთვის მხოლოდ მზარეულები არიან, რომლებიც ჩაჩებით ხელში ეახლენ და მის ბრძანებას ელიან. მართალია იგი რუსეთსაც ქედმაღლურად დასცინის და ისე არაფერი აამებს მის გულს, როგორც ევროპის დიდი ჭკუის ადამიანებთან შედარებით რუსეთის ყოველმხრივი გაკოტრების აღიარება. მაგრამ არ იფიქროთ საკუთარი თავის ჩათვლით, არა, ევროპის ამ დიდი ჭკუის ადამიანებს მან უკვე გაასწრო და უკან მოიტოვა. ისინი მხოლოდ მისი კალამბურების მასალად გამოდგებიან. სხვის იდეას ჩვენი გენიოსი საკუთარ ანტითეზას მიაწებებს და კალამბურიც გამომცხვარია. არსებობს დანაშაული, არ არსებობს დანაშაული. არ არსებობს სიმართლე, არ არსებობენ მართალნი. ათეიზმი, დარვინიზმი, მოსკოვის ზარები. მაგრამ ვაი რომ უკვე აღარც მოსკოვის ზარების ასწამს, რომ დაფნის გვირგვინი, მაგრამ რომც არ დაფნის გვირგვინის ასწამს არაფერი. შემდეგ გაცვეთილ გახუნებული ბაირონისეული კაშანი. აი ეს გესლი. კიდევ პეჩორინისგან რაღაც ნასესხები და დატრიალდა წისქვილი. რა? მაინც მაქეთ და მადიდეთ. მე ეს საოცრად მიყვარს. ყასიდად ვამბობ კალამს თავსვანებებ მეთქი თორემ დამაცად, თუ კიდევ 300 ჯერ არ მოგებეზრო თავი და არ ამოგხადოთ სული. თავისთავად ცხადია, ამ ამბავმა მშვიდობიანად არ ჩაიარა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მთელი ეს ვაი უშველებელი მისი მიზეზით დაიწყო. დარბაზში უკვე დიდი ხანია შეიქმნა ჩოჩქოლი, ვინ ჩაახველა და ყელი ამოიწმინდა. ერთი სიტყვით, როგორც ლიტერატურულ კითხვაზე ხდება ხოლმე, თუ კი ლიტერატორმა, ვინც არ უნდა იყოს იგი, 20 წუთზე მეტხანს გააჩერა მსმენელები, მაგრამ გენიალური მწერალი ვერაფერს ამჩნევდა, შლიფინებდა თავისთვის და სულაც არ ენაღლებოდა საზოგადოება, ისე რომ ბოლოს და ბოლოს ყველა გააბრუა. უცებ უკანა რიგებიდან ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა. ღმერთო, რას მიედმოედება? დარწმუნებული ვარ, კაცი უბრალოდ დაიღალა და უნებურად წამოსცდა. დემონსტრაცია სულაც არ აქონა ბუნებაში. მაგრამ ბატონმა კარმაზინოვმა სიტყვა გაწყვიტა და მცინავად გადახედა საზოგადოებას და შეურაცხყოფილი კამერგერის მედიდურობით წაიჩლეფინა. ბატონებო, გონი თავი მოგაბეზრეთ, არა? აი, სწორედ ეს იყო მისი შეცდომა. პირველმა თვითონ წამოიწყო და ასე ვთქვათ, ხმის წამოღების კანონიერი საბაბი მისცა ყოველ ვიგინდარას. რომ წაეყრუებინა, ავა თუ კარგად ჩაივლიდა ყველაფერი, ჩაახველებდნენ, ყელს ჩაიწმენდნენ და ამით დასრულდებოდა საქმე. იქნებ ეგონა ამ კითხვის პასუხად ტაშს დამიკრავენ, მაგრამ ტაში არავის დაუკრავს. პირიქით, ხალხი თითქოს დაფრთხა, აიწურა და გაინება.
ანკ მარციუსიც არ გინახავთ თავის დღეში, ეგ მხოლოდ ლამაზი სიტყვებისთვის მოიტანეთ, გაისმა უცებ ვიღაცის გაჭავრებული ხმა. დიახაც, მიატანა უმალმეორემ, ახლა მოჩვენებები აღარ არიან, ახლა ბუნების მეტყველებას მისდევს ხალხი, ამას ჯობდა ბუნების მეტყველება გესწავლათ. ბატონებო, ყველაფერს მოველოდი და ამისთანავე შეპასუხებას კი არა. კარმაზინოვს საოცარი განცვიფრება დაეწყო. დიდი გენიოსი კარლსრუეში სულ გადარჩევდა მამულს. სირცხვილია ჩვენ საუკუნეში კაცმა წაიკითხო, ქვეყნიერება სამ თევზზე დგაასო. განდეგილთანაბა როგორ ჩახვიდოდით მღვიმეში, კარმაზინოვ? ან განდეგილზე ვიღალ აბარაკობს ახლა? სეტყვასავით მიაყარა ვიღაც ქალიშვილმა. მიკვირს ბატონებო, ყველაზე მეტად ეგ სერიოზულობა მიკვირს, თუმცა სამდე მართალი ბრძანდებით. ჩემზე მეტად არავინ აფასებს რეალურ სიმართლეს, იღიმებოდა დამცინავად კარმაზინოვი. მაგრამ ძლიერ შემცმარი კი იყო, სახეზე კიდეც ეწერა. ტყუილად გონივართ ეგეთი, მე ხომ თქვენს მხარეზე ვარო, ოღონდ შემაქეთ, ძალიან შემაქეთ, მერე და როგორ ვიყვარს ქება? ბატონებო, ვატყობ ჩემს საცოდაო პოემას და მგონი მეც მის სამართი შეგვეშალა, აღმოხდა ბოლოს მოხმით. მაშ ყავს ესროლეს და ძროხას მოხვდაო, მთელი ხმით დაეღრიალა ვიღაც რეგვენმა. ალათვრალი თუ იყო. მისი ნათქვამისთვის ყურადღების მიქცევა, რა თქმა უნდა, არ ღირდა, თუმცა აქა-იქ უდიერად ჩაიცინეს. ძროხასო თქვით? არ შეარჩინა კარმაზინოვმა, თანდათან უფრო გააჭხლდა. ყვავებსა და ძროხებზე ბატონებო თავს შევიკავებ. რა საზოგადოებაც უნდა იყოს. იმდენ პატივს კი ვცემ, უწყინარი შედარებანიც არ ვაკადრო, მაგრამ მეგონა კი. იცით მოწყალეო ბატონო, თავს მაინდა-მაინც ნუ გაგივათ, დაიძახეს უკანა რიგებიდან. მაგრამ მეგონა კი, ჩემს მკითხველთან გამოთხოვების ჟამს მოსმენის ღირს მაინც გამხდიდნენ. არა, მოსმენა გვინდა. გაბედახმის ამოღება პირველმა რიგმა. წაიკითხეთ, ახტაცებით აყვა რამოდენიმე მანდილოსანი და ტაშიც გაისმა კანტიკუნდად. კარმაზინოვ ცალკბად გაეღიბა და წამოდგა. მერწმუნეთ კარმაზინოვ, ყველას დიდ პატივად მიგვაჩნია. ვეღარ მოითმინა წინამძღოლის ცოლმაც. ბატონო კარმაზინოვ, მე რომ ბედნიერებამ ღირსებოდა და ისე შემყარებოდა, ვინმე როგორც თქვენ აგვიწერეთ. მართალი გითხრათ, ჩემი სიყვარულის ამბავს საჯაროდ არ გამოვიტანდი. გაისმა ზარივით ხმა დარბაზიდან. ეს ხმა პირდვიტველა წყნარ კეთილშობილ ყმაწვილს ეკუთვნოდა, რომელიც სამაზრო სასწავლებელში ასწავლიდა და ჩვენი ქალაქის ახალი სტუმარი იყო. ახლა სკამიდანაც კი წამოიწია და სახე წიწაკასავით გაუხდა. ბატონებო, მე დავამთავრე. დასასრულს აღარ წაგიკითხავთ და გაგშორტებით. ოღონდ ნება მომეცით, უკანასკნელი 6 სტრიქონი წაგიკითხოთ. დაიძახა კარმაზინოვმა და აღარც დამჯარა, ისე გააგრძელა. მაშ მშვიდობით, ჩემო მეგობარო, მკითხველო, დიახ, მშვიდობით მეთქი მკითხველო. არც იმაზე ვიდებ თავს, მეგობრულად დაგშორდე. მართლაც და რად უნდა შეგაწუხო? მლანძღე და მთათხე რამდენიც გენებოს თუ შენეს სიამოვნებს. ისე კი სჯობდა სამუდამოდ დაგვევიწყებინა ერთმანეთი, მაგრამ რომ ციმდენი სიკეთე გამოიჩინოთ მკითხველებმა და დაჩოქილებმა ცრემლით შემომეხვეწოთ. წერე ჩვენთვის კარმაზინოვ, წერე მამულისთვის, შთამომავლობისთვის, დაფნის გვირგვინისთვის მაინც დაწერეო. მე დიდ მადლობას მოგახსენებდით და მაინც ამას გეტყოდით. არა, ჩემო საყვარელო მამულიშვილნო, ჩვენ საკმაოდ ვაჯახირე და ვაწვალეთ ერთმანეთი. მეხსი, დროა ჩვენი გზები გაიყაროს. მეხსი.
მეხსი. კარმაზინოვმა კაპრანჭულად დახარა თავი და დამდუღრულივით გაწითლებული კულისებში მიიმალა. არავინაც არ დაგიჩოქებს, ყოვლად უგუნური ფანტაზიაა. უყურე ერთი რა თავმოყარეობა ქონია. ეს მხოლოდ იუმორია ბატონებო, სადა ახსნა ვიღაც უფრო მოსაზრებულმა კაცმა. არც მაგისთანა იუმორი გვინდა. ბატონებო, ვერ ხედავთ რა გვაკადრა? ყოველ შემთხვევაში მორჩა მაინც. არა მოგხადა სული. მაგრამ უკანარიგების ეს უგუნური წამოძახილები, თუმცა არა მარტო უკანარიგებისა. საზოგადოების მეორე ნაწილის ტაშის გრიალმა დაფარა. კარმაზინოვი ესტრადაზე გამოიძახეს. იულია მიხაილოვნასა და წინამძღოლის ცოლის მეთაურობით რამოდენიმე ქალი ესტრადასთან შეკუჩდა. იულია მიხაილოვნას ხელში ცოცხალი ვარდების გვირგვინში ჩადგმული საუცხოო დაფნის გვირგვინი გაჩნდა თეთრი ხავერდის ბალიშზე. კარმაზინოვს გესლიანმა ღიმილმა გადაჰკრა. დაფნაო. მე რა თქმა უნდა დიდი სიამითა და მადლიერებით მივიღებ ამ წინასწარ გამზადებულ უმჭკნარ გვირგვინს. მაგრამ ერწმუნეთ მეს და მეს. უცებ ისეთი რეალისტი გავხდი, ამ ჩვენ საუკუნეში დაფნა მზარეულის ხელში უფრო მართებულად მიმაჩნია ვიდრე ჩემს ხელში. მზარეული უფრო გამოადგება კაცს და იმიტომ დაუძახა იმ სემინარიელმა ვირგინსკის, ასე ვთქვათ, სხდომას რომ ესწრებოდა. ხალხი ისევ აჩოჩქოლდა, ბევრი ადგილიდან წამოხდა. დაფნის გვირგვინს როგორ გადასცემენ დავინახო. რას ამბობთ, მზარეულისთვის ახლა 3 რუბლს კიდევ გავიღებდი. დაიძახა მეორე განზრახ მამაღლა. მეც. ნუ თუ მართლა არ არის აქ ბუფეტი? ბატონებო, ეს ხალხის აგდებაა და მეტი არაფერი. უნდა ვაღიარო, ამ თავგასულ ვაჟბატონებს მაინც კიდევ დიდი შიში ჰქონდათ ჩვენი დიდკაცებისა. გარდა ამისა, ბოქაულიც დარბაზში იყო. 10 წუთის შემდეგ ყველა ისევ თავთავის ადგილზე დაჯდა. თუმცა წეღანდელი წესრიგი აღარ აღმდგარა. აი, სწორედ ასეთ არეულობაში მოუწია საწყალ სტეპან ტროფიმოვიჩს გამოსვლა. მე ერთხელ კიდევ მივაკითხე კულისებში. გულგახეთქილმა გავაფრთხილე. ყველაფერი აირ-დაირია, ჯობს არ გამოხვიდეთ, თუ გინდათ, ქოლერინა მოიმეიზეზეთ და ახლავე შინწადით. მეც ბაბთას მოვიხსნი და გამოყვებით მეთქი. სტეპან ტროფიმოვიჩი, რომელიც ამ დროს ესტრადაზე გადიოდა, უცებ მომიბრუნდა, ქედმაღლურად შემავლო თვალი და დიდი ამბით გამომიცხადა. რატომ გონივართ მოწყალეო ბატონო, ასეთი სულმოკლე და უნამუსო? თავი გავანებე. დარწმუნებული კი ვიყავი, როგორც 2-ჯერ 2, რომ უდავიდარაბოდ ვერ გადარჩებოდა. მე რომ ასე სასოწარკვეთილი ვიდექი, ერთიც ვნახოთ, ისევ იმ ჩამოსულმა პროფესორმა ჩამოიარა, სტეპან ტროფიმოვიჩის შემდეგ რომ უნდა გამოსულიყო და სულ მუშტებს იქნებდა წეღან. იგი ახლაც ბოლთას სცემდა ფიქრში წასული და გესლიანი, მაგრამ გამარჯვებული ღიმილით ბურდღუნებდა რაღაცას. ჩემდა უნებურად. ნეტა რა ეშმაკი მწევდა ენაზე, მივედი და უთხარი. იცით? ბევრი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ვინც უნდა იყოს, საზოგადოება 20 წუთზე მეც არავის მოусმენს. ნახევარ საათში ყველას მოვეზრდება მისი მოსმენა. პროფესორი შეჩერდა და სიბრაზისგანაც აღწახდა. სახეზე უსაზღვრო მედიდურება გამოეხატა. ნაცოხდებით. ჩაბი ბურდღუნა ზისხი და გამშორდა.
იმ მავწუც დარბაზიდან სტეპან ტროფიმოვიჩის ხმა მომესმა. ეშმაკსაც წაუღიხართ ყველანი, გავიფიქრე და დარბაზში გავქანდი. სტეპან ტროფიმოვიჩი სავარძელში დამხვდა გამოჭიმული. დარბაზი კვლავ ღელავდა. წინა რიგებიდან ეტყობოდა მაინდა-მაინც დიდი აღფრთოვანებით არავინ შეხვდა. ამ ბოლო ხანებში კლუბში რატომღაც სხვირი აუბზუეს და წინანდელი პატივით აღარ ეპყრობოდნენ. თუმცა კიდევ კარგი არ უსტვინეს. გუშინდლიდან რატომღაც სულ ეს უცნაური ფიქრი მიტრიალებდა. გამოსვლისთანავე უსტვენენ მეთქი. მაგრამ იმ არეულობაში პირველად ვერც კი შენიშნეს. ნეტარის იმედი ქონდა, როცა კარმაზინოვსაც ასე მოექცნენ. სტეპან ტროფიმოვიჩს ფერი არ ედო სახეზე. 10 წელიწადია საზოგადოების წინაშე არ გამოსულა. მე კარგად ვიცნობდი ამ კაცს და მღელვარებაზე თუ სხვა რამ ნაცნობი ნიშნებით აშკარად შევატყვე, რომ თავის გამოსვლას ესტრადაზე ისე უყურებდა, თითქოს მისი ბედიც წყდებოდა. სწორედ ამის მეშინოდა. ეს კაცი ჩემთვის ძვირფასი იყო. წარმოიდგინეთ, რა დამემართა, როცა მის ბაგეთაგან ეს პირველი სიტყვები გავიგონე. ბატონებო, წარმოთქვა უეცარი სიმტკიცით, თუმცა ამავე დროს ხმა უწყდებოდა. ბატონებო, ჯერ კიდევ ამ დილას მედო წინ ერთი იმ უკანონო ფურცელთაგანი ჩვენს ქალაქში რომ მიმოფანტეს ამ ცოტა ხნის წინ. და მე ასეჯერ ვეკითხებოდი ჩემს თავს. რაშია საქმე? რა საიდუმლო იმალება მეთქი აქ ასეთი? დარბაზი უმალ გაილურსა. ყველა თვალი მას მიაჩერდა. ზოგიერთ შიშიც დაეტყო. იცოდა კაცმა როგორ მიეპყრო ხალხის ყურადღება. კულისებიდანაც კი გამოყვეს თავი. ლიპუტინი და ლიამშინი სმენად იქცნენ. იულია მიხაილოვნამ ისევ ხელი დამიქნია და შეშფოთებულმა მიჩურჩულა. გააჩერეთ, როგორმე გააჩერეთ. მე მხრები ავიჩეჩე. რა გააჩერებდა იმ კაცს, ვისაც ბედი სასწორზე შეეგდო? ვაი რომ მიუხვდი სტეპან ტროფიმოვიჩს სულისკვეთებას. ოჰო, პროკლამაციებზე ამბობს, აჩურჩულდნენ საზოგადოებაში. დარბაზში ჩოჩქოლი შეიქმნა. ბატონებო, მე მივაკვლიე ამ საიდუმლოს. მათი ძალა მათ სისულელეში მდგომარეობს. სტეპან ტროფიმოვიჩმა თვალები დააკვესა. დიახ, ბატონებო, ეს რომ განზრახული, ეს რომ თვალთმაქცური სისულელე იყოს, მაშინ გენიალურიც იქნებოდა, მაგრამ ტყუილს ვერ შევწამებთ, ვერა. ისინი არ თვალთმაქცობენ, ეს გახლავთ აშკარა, ყოვლად გულუბრყვილო და ჭკუა მოკლე სისულელე. ეს გახლავთ სისულელე სუფთა სახით, ასე ვთქვათ, უბრალო ქიმიური ელემენტის მაგვარი. ეს რომ ცოტათი მაინც უფრო ჭკვიანურად იყოს ნათქვამი, ყისვე ყველა დაინახავდა ამ ჭკუამოკლე სისულელის უბადრუკობას. ახლა კი ყველა შეცბუნებული რჩება. არავის სჯერა, თუ თავიდანვე ამისთანა მტკნარი სისულელეა. არ შეიძლება აქ სხვა რამ კიდევ არ იყოსო. ფიქრობენ გულში და საიდუმლოს ეძებენ. უნდათ ბწკარსა და ბწკარშუა მოიკითხონ იგი. ხოდა მიზანიც მიღწეულია. არასოდეს სისულელე ასეთი ზეიმით არ დაუჯილდოებიათ. თუმცა ხშირად კი იყო ამისი ღირსი რამე თუ უნდა ითქვას, კაცობრიობის ბედიღბლისთვის სისულელე ისევე საჭირო გაახლავთ, როგორც უდიდესი გენია. 40-იანი წლის კალამბურები, გაუბედავად დაიძახა ვიღაცამ. მაგრამ ამ დაძახებაზე მთელმა დარბაზმა თავი აიწყვიტა. ყველანი აყაყანდნენ. ვაშა, ბატონებო, მე სისულელის სადღეგრძელოს გთავაზობთ, შეჰყვირა სტეპან ტროფიმოვიჩმა.
ისე იყო წყობიდან გამოსული, აინუნში აღარავის აგდებდა. ვითომ და წყლის დასასხმელად მასთან მივირბინე. სტეპან ტროფიმოვიჩ, შეწყვიტეთ. იულია მიხეილოვნა შემოგეხვეწათ. მომცილდით თქვეუს საქმრო ყმაწვილ კაცო. მთელი ხმით დამიხრიალა სტეპან ტროფიმოვიჩ, მე გამოვიქეცი. ბატონებო, განაგრძობან. რა საჭიროა ეგ აღელვება? ეგ აღშფოთებული შეძახილები? მე მშვიდობის რტო მოგიტანეთ. მე უკანასკნელი სიტყვის სათქმელად მოვედი რამე თუ უკანასკნელი სიტყვა ჩემია და ჩვენც შევრიგდებით. ძირს ბღავდნენ ერთნი. ჩუმად, დააცალეთ, თქმა დააცალეთ, გაჰკიოდნენ მეორენი. მეტადრე პირტიტველა მასწავლებელი იყო ერთყოფაში. რადგან ერთხელ გაბედა და ხმა მოიღო, თითქოს თავი ვეღარ შეეკავებინა. ბატონებო, უკანასკნელი სიტყვა ამ საქმისას საყოველთაო მიტევება გახლავთ. მე უკვე დრო მოჭმული მოხუცი. ზეიმით გიცხადებთ, რომ სიცოცხლე წინანდელი ვიჩქებს და ახალგაზრდა თაობაში ჯერ კიდევ არ დაშრეტილა ძალაცხოველი. თანამედროვე ყმაწვილ კაცთა ენთუზიაზმი ისევე სპექტაკლი გახლავთ, როგორიც ჩვენი დროისა. მოხდა მხოლოდ ერთი რამ. შეიცვალა მხოლოდ მიზანი. შეიცვალა ერთი სილამაზე მეორით. გაუგებრობას მხოლოდ ეს ქმნის. რა ჯობია? შექსპირი თუ ჩექმა? რაფაელი თუ პეტროლეი? ნავთი ფრანგულად. გვაბეზღებს თუ რა არის? დრტვინავდნენ ერთნი. მაგ კითხვებით ხალხს ჩრდილს აყენებს. აგენტი პროვოკატორი. მე კი ვაცხადებ, დასჭყივლა უკვე ზომაზე მეტად გაფიცხებულმა სტეპან ტროფიმოვიჩმა. მე კი ვაცხადებ, რომ შექსპირი და რაფაელი გლეხთა განთავისუფლებაზე, ხალხოსნობაზე, სოციალიზმზე, ყმაწვილ თაობაზე, ქიმიაზე და თითქმის მთელ კაცობრიობაზე მაღლა დგას. ვინაიდან ისინი ჭეშმარიტი ნაყოფი გახლავთ კაცობრიობისა და შესაძლოა ამის თანანაყოფი ჯერაც არ მოესხას კაცობრიობას. ეს არის უკვე მიღწეული ფორმა სილამაზისა და ამის გარეშე იქნებს სიცოცხლეც აღარ ვისურვო. ო, ღმერთო ჩემო, სტეპან ტროფიმოვიჩმა ხელები გაასაფსავა. 10 წლის წინათ ზუსტად ამას უკიჟინებდი პეტერბურგში ესტრადიდან. ზუსტად ამ სიტყვებს და ზუსტად ასევე ვერ გამიგეს, ზუსტად ასევე დამცინეს და მისტვინეს მაშინ. ნეტარით ვერ გაგიგია თქვენ ჭკუამოკლე ხალხო. იცით კი, რომ ინგლისელის გარეშე როგორმე კიდევ გაძლებს კაცობრიობა, გერმანიის გარეშეც გაძლებს, რუსი კაცის გარეშე ხომ გაძლებს და გაძლებს, მეცნიერების პურის გარეშეც გაძლებს, მაგრამ სილამაზის გარეშე ვერ ისულდგმულებს. რამე თუ მაშინ რაღა გვინდა ამ ქვეყანაზე? ამაშია მთელი საიდუმლოება. ეს არის, რაც არის. ე თქვენ, მან რომ იცინით, იცით კი რომ მეცნიერებმა წუთით ვერ გაძლეს სილამაზეს გარეშე. ეს იქნება ხეპრეობა და არა მეცნიერება. ლურსმანსაც ვერავინ გამოიგონებს. ვერ დაგითმობთ, სულელურად დასჭექა ბოლოს და რა ძალი დაღონე ქონდა მუშტით დაახეთქა მაგიდას. ვიდრე სტეპან ტროფიმოვიჩი ასე უთაობოლოდ ღრიალებდა, დარბაზით თანდათან აიშალა. ბევრი ადგილიდან წამოხდა, ბევრმა ესტრადას მოაშურა. მაგრამ ეს იმაზე უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე მევყვები და ზომების მიღება ვეღარ მოასწრეს. მაგრამ იქნებარც მოისურვეს. კარგია, თქვენ მამზე მზამზარეულზე გაფარფაშება. თქვენ სუღლუტებო თქვენო. მივარდა ესტრადას ისევ სემინარიელი და დიდად კმაყოფილმა დაკრჭაკბილები. სტეპან ტროფიმოვიჩმა დაინახა და ესტრადის კიდესთან მოიჭრა. მე არ გამოვაცხადე ახლა? ყმაწვილი თაობის ენთუზიაზმი ისევე სპექტაკლი და წმინდა, როგორიც იყო და მხოლოდ სილამაზის შეცდომით გაგება ყოფავს მეთქი. მეტი რაღა გინდათ? ხოლო თუ ამას გულმოკლილი, შეურაცხყოფილი მამა აცხადებს, მეტი მიუკერძოებელი და უღელვებელი შეხედულება.
ჭკუა მოკლენო, შეიძლება კაცს მოეთხოვოს? უმადურნო, უსამართლონო. რატომ არ გინდათ მორიგება? სტეპან ტროფიმოვიჩს უცებ ისტერიკული ტირილი აუვარდა. ცრემლი ღაბაღუბით ჩამოსდიოდა და თითებით იწმენდა. ფელის სხეული უცახცახებდა. ამ ქვეყანაზე აღარაფერი ახსოვდა. საზოგადოებაში შმა აიტანა. თითქმის ყველა ადგილიდან წამოხდა. წამოიჭრა იულია მიხაილოვნაც და მეუღლეს ხელი წაატანა სავარდნიდან წამოსაყენებლად. სამარცხვინო სურათი გამოდიოდა. სტეპან ტროფიმოვიჩი, ახტაცებით შებღავლა სემინარიელმა. აქ, ქალაქის მიდამოებში ფეცკა კატორღელი დაძრწის, კატორღიდან გამოქცეული, ხალხს ძარცვავს და სულ ცოტა ხნის წინათ ხელახლა შემოაკვდა კაცი. ნება მიბოძეთ კითხოთ, ამ 15 წლის წინათ რომ კარტის ვალისთვის ჯარში არ გეკრათ მისთვის თავი, ერთი სიტყვით კარტში არ წაგეგოთ. თქვით, მოხდებოდა კატორღაში თუ არა? გამოშჭრიდა თუ არა ხალხს ხელს, როგორც ახლა ჭრის საარსებო ლოკმაპურისთვის? აბა, ამაზე რას გვიბრძანებთ ბატონო ესთეტიკოსო? მე არ ძალმიც, ისაგიწეროთ რაც ამას მოყვა. ჯერ ერთი გააფთრებული ტაში დაცხეს. ყოველ შემთხვევაში დარბაზის 1/5 მაინც გახელებით უკრავდა ტაშს. დანარჩენი საზოგადოება გასასვლელს მიაწყდა. ოხონდაც გასვლა ვერ მოახერხეს. ტაშის დამკვრელნი ესტრადისკენ მოიწევდნენ. შეიქმნა ერთი ჩოჩქოლი და არეულობა. მანდილოსნები კიოდნენ, რამოდენიმე ყმაწვილი ქალი ატირდა შინ გვინდაო. ლემკე გჟივითაც ეცებდა აკეტიკი თვალებს. იულია მიხეილოვნას სულ დაებანა თავგზა, რაც პირველად დაემართა ჩვენს ქალაქში მოღვაწეობის ჟამს. სტეპან ტროფიმოვიჩი ხომ პირველ წუთს პირდაპირ გაანადგურა სემინარიელის სიტყვება, მაგრამ უცებ ორივე ხელი აღაპყრო და იბღავლა. განვიყრი მტვერს საფერხთაგან ჩემსა და მიწყევნი ხართ. მორჩა გათავდა ყველაფერი. მერე გატრიალდა და მუშტების ქნევით გავარდა კულისებში. საზოგადოება შეურაცხო. დააბრუნეთ ვერხოვენსკი, ისმოდა გაშმაგებული ღრიალი. ერთი პირობა უკან გაკიდებაც მოინდომეს. დარბაზის დაწყნარება შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში იმ წუთს მაინც. მაგრამ ამით არ დამთავრდა და ერთი ყუმბარა კიდევ გასწყდა. მესამე მკითხველი, ის მანიაკი კულისებში რომ უშტებს იქნევდა, ერთ ბაშად გამოიჭრა სცენაზე. სახე მართლა შეშლილს უკავდა. წარმოუდგენელი თავდაჯერებითა და გამარჯვებული სხივილით ათვალიერებდა აჩოჩქოლებულ დარბაზს. თითქოს სიამოვნებასაც გვირდა ეს არეულობა და არც ის აშინებდა, რომ ამალია ქოჩი უნდა წაეკითხა. პირიქით, ეთყობა უხარო და კიდეც. ამ ამბავმა ის მიიქცია დარბაზის ყურადღება. ეს რაღა უბედურებაა, დაიძახე საკეთკიდან. ეს კიდევ ვინ არის? ჩუ. ნეტარისი თქმა უნდა. ბატონებო, კარმაზილოვით დასჩხავლა ესტრადის კიდესთან მდგარმა მანიაკმა. ოღონდ მასავით არ შლიფინებდა. ბატონებო, 20 წლის წინ, ვიდრე ნახევარ ევროპასთან ომში ჩაებმებოდა, რუსეთი იდეალს წარმოადგენდა ყველა სტაცკი თუ ტაინი სოვეტნიკის თვალში. ლიტერატურა ცენზურაში მსახურობდა. უნივერსიტეტებში სამხედრო მარშს ასწავლიდნენ. ჯარი ბალეტად იქცა. ხალხი კი ბეგარას იხდიდა და ბატონის მათრახი შიშით კრინცს ვერ ძრავდა. პატრიოტიზმი ცოცხლისა თუ მკვდრისგან ქრთამის გლეჯა გახდა. ვინც ქრთამს არ იღებდა, მე ამოხედი რისხებოდა. რაბე თუ ჰარმონიას არ ღვევდა. არყის ჭალები ხალხის ჭკუაზე მოყვანას ეწირებოდა. ევროპა თრთოდა, მაგრამ თავისი უაზრო არსებობის 1000 წლის განმავლობაში რუსეთს არასოდეს დასხმი ასეთი თავსლაფი. პროფესორმა მუშტი ახტაცებითა და რისხვით აიქნია და მერე ისეთი გამეტებით დაუშვა, თითქოს მტერი მიწასთან გაასწორაო. გაშმაგებული ღრიალი გაისმა ყოველი მხრიდან. გამაყრუებელმა ტაშმა იგრიალა. ლამის ნახევარი დარბაზი უკრავდა ტაშს.
ყოვლა თვილიერი ხალხიც კი აღყოლოდა გულის თქმას. რუსეთის საჯაროდ ილანწყებოდა და მას ახტაცებით არ ეღრიალად? აი მესმის, აი ეს მესმის, აი ეს საქმეა, ვაშა არა ეს ესთეტიკა აღარ გახლავთ. მანიაკმა ახტაცებით გადაგრძო. მას აქეთ გამლო 20 წელიწადმა, გამრავლდა უნივერსიტეტები, სამხედრო მარში ლეგენდად იქცა, სრულ კომპლექტს ათასობით ოფიცერი აკლია, რკინიგზებმა შეიწირა ყოველი სახსარი და რუსეთს ობობას ქსელებით მოედო, ასე რომ 15 წლის შემდეგ კაცი შეიძლება სადმე გაემგზავროს. იშვიათად იწვის. ქალაქები კი რიგრიგობით იბუგება წესის მიხედვით სახანძრო სეზონებში. სასამართლოებში სოლომონ ბრძენის განაჩენები გამოაქვთ. მსაჯულნი ქრთამს მარტო ოდენ არსობობის გულისთვის იღებენ, შიმშილით რომ არ ამოსვრეთ სული. ყმები გააზატდნენ და წინადელი ბატონების ნაცვლად ერთმანეთს დაერივნენ როსგებით. სხვა არაყი ისმება ბიუჯეტის დასახმარებლად. ხოლო ნოვგოროდში ძველთა ძველი და უმაგქნისი სოფიას წინ ზეიმით აღმართეს ბრინჯაოს სვება ბურთი, აც გარდა სულ ურთიერთობისა და უწესრიგობის 1000 წლის სამახსოვროდ. ეს ძეგლი აღიმართა რუსეთის 1000 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ევროპამ წარბი შეიკრა და კვლავაც ღელავს. რეფორმათა 15 წელიწადი, თუმცა უაზრობისა და უთაურობის ყველაზე კარიკატურულ ეპოქაშიაც რუსეთს ასე არასოდეს. უკანასკნელი სიტყვები ხალხის ღრიალმა შთანთქმა. და ვინახე მხოლოდ როგორ ასწია ისევ ბუშტი და ერთხელ კიდევ ძლევამოსილად დაუშვა ძირს. ახტაცებამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. ის მოდაყვირილი, ტაში, მანდილოსნებიდან ზოგი კიოდა, საკმარისია, უკეთეს ვერაფერს იტყვითო. თვალებივით იყვნენ ყველანი. ორატორი უცქერდა ხალხს და საკუთარი გამარჯვებით ტკბებოდა. თვალი მოვკარი, ლემკე რომ წარმოუდგენელი აღელვებით რაღაცაზე ვიღაცას მიუთითებდა. ფერწასული იულია მიხაილოვნა ჩქარჩქარა ელაპარაკებოდა რაღაცას თავაც. იმავე წუთს კულისებიდან ესტრადაზე ჯგროდ შემოვარდა 6-ოდე მეტად თუ ნაკლებად ოფიციალური პიროვნება, ორატორს ხელი ჩაავლეს და კულისებისკენ გააქანეს. ახლაც არ ვიცი როგორ დაუსხლდა ეს კია ისევ ესტრადაზე გამოხტა და მუშტის ქნევით ერთხელ კიდევ დაიღრიალა. მაგრამ რუსეთს ჯერ არასდროს არ ორატორს ისევ დაავლეს ხელი და გაათრიეს. დავინახე როგორ გაიჭრა 15-ოდე კაცი კულისებისკენ ორატორის მისაშველებლად და როგორ გადაანგრიეს პატარა ტიხარი. შემდეგ დავინახე, თუმცა თვალებს არ დაუჯერე, როგორ გამოხტა საიდანღაც ესტრადაზე ჩაპუსკუნებული სტუდენტი ქალი ვირგინსკის ნათესავი. ისევე ჩაცმული, ისევე აწითლებული და იმავე შეხოვულით იღლიის ქვეშ. ირგვლივ 2-3 ქალი და 2-3 კაცი ეხვია. იქ იყო მისი მოსისხლე მტერი გიმნაზიელიც. გავიგონებ მხოლოდ. ბატონებო, მე ჩამოვედი, რომ უბედური სტუდენტების ტანჯვის ამბავი მემცნო და ყველგან აგვემხედრებინა ისინი. მაგრამ მე უკვე გავრბოდი. ბაბთა ჯიბეში ჩავმალე და ჩემთვის ნაცნობი უკანა გასასვლელებით ქუჩაში გამოვახციე. რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა სტეპან ტროფიმოვიჩს მივაშურე. სტეპან ტროფიმოვიჩმა კარი არ გამიღო. ჩაკეტილში იჯდა და წერდა. მეორედ რომ მიუკაკუნე ოთახიდან გამომძახა. მე ყველა ანგარიში გავასწორე მეგობარო, სხვა რაღა გინდათ ჩემგან? არაფერიც არ გაასწორეთ, მხოლოდ ჩაფუშეთ ყველაფერი. ღვთის გულისთვის კალამურებს მოეშვით ახლა. სტეპან ტროფიმოვიჩ კარი გამიღეთ, უნდა ვიყონოთ რამე, შეიძლება აქ მოგადგნენ და შეურაცხყოფა მოგაყენონ. მე მოვალე თვლიდი თავს, კაცრად მოუქცეოდი. მე ეშინო და ამაზე მეტი უგუნურება არ ჩაედინა. ჩემდა გასაკვირად უჩვეულო სიმტკიცეს წავაწყდი. თქვენ პირველი ნუმაყენებთ შეურაცხყოფას. წინანდელზე დიდ მადლობას მოგახსენებთ. ოღონდის სევგი მეორებთ. მე ყველას გაუსწორე ანგარიში, მტერსსაც და მოყვარესაც. ახლა დარია პავლოვნას ვწერ. აქამდე უსინდისოდ მყავდა მივიწყებული. გნებავთ ხვალ მოდით და წაუღეთ. ახლა კი მეხსი. სტეპან ტროფიმოვიჩ
დამიჯერეთ საქმე იმაზე უარესა და ავიდრეთ თქვენ ფიქრობთ. ხომ არ გონიათ ვინმე გაანადგურეთ იქ? არავინაც არ გაანადგურეთ. სარიელი შუშის ბოთლივით თვითონვე დაიმსხვერით. მე ისე უდიერად ველაპარაკე, გული მტკივა ამის გახსენებაზე. დარია პავლოვნასთანაც სრულიად არაფერი გაქვთ მისაწერი. ანუ ჩემო დრას გააწყობთ. რა გესმით პრაქტიკული ცხოვრებისა? ალბათ კიდევ რაღაც გაქვთ განზრახული? იცოდეთ ხელახლა გაიბამთ თავს მახეში თუ კვლავაც რამეს დააპირებთ. სტეპან ტროფიმოვიჩი კარს მოადგა. რა მალე გადაგიღიათ მათი ენა და სტილი? და შეგინდო და შეგიწყალოთ უფალმა, შემო მეგობარო. წესიერი კაცი რომ იყავით მაინც, ამას ყოველთვის გატყობდით. ეგებ კიდევ გეშველოთ რამე და გონზე მოხვიდეთ აფხელა ტომ დროთა ვითარებაში. ცხადია, როგორც რუსებს მოგდგამს ხოლმე. რაც შეეხება თქვენ სიტყვებს ჩემს არაპრაქტიკულობაზე, ჩემს დიდი ხნის მოსაზრებას მოგაგონებთ. ამ ჩვენ რუსეთში ბევრს ხელობად გაუხდია სხვის არაპრაქტიკულობას მიაფრინდნენ ზაფხულის ბუზებივი და ყველას ესენი შესწამონ საკუთარი თავის გარდა. გაიხსენეთ, რა აღელვებული ვარ და ნუ გამაწამებთ. კიდევ ერთხელ მომიხსენებია მეხსი ყველაფრისთვის. დავშორდეთ ისე როგორც კარმაზინოვის საზოგადოებას. ანუ რაც შეიძლება სულ გრძელად დავივიწყოთ ერთმანეთი. რომ შეეხვეწა თავის ყოფილ მკითხველებს და მივიწყეთო. ეგ სულ ცვიერება იყო მაგისი. რა შემეხება მე? ამდენი თავმოყარეობა არ მაწუხებს და უფრო თქვენი გამოუცდელი გულის იმედი მაქვს. აბა, სად გეხსომებათ ერთი გამოუსადეგარი მოხუცი? მეტი იცხოვრეთ, ჩემო მეგობარო, როგორც შაშან დღეობაზე მისურვა ნასტასიამ. ამ საწყალ ხალხში ხშირად გაიგონებ შვენიერ ბრძნულ სიტყვას. სულ ბედნიერი იყავით მეთქი. არ გისურვებთ მოგწყინდებათ. არც უბედურებას გისურვებთ. უბრალოდ გაგიმეორებთ ამ ხალხურ სიბრძნეს. მეტი ცხოვრეთ და ეცადეთ როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ. ამ ფუჭ სურვილს ჩემდა თავად ვამატებ. აბა, მშვიდობით. მართლაც მშვიდობით. ტყუილად ნუდ გახართ, კარს არ გაგიღებთ. სტეპან ტროფიმოვიჩი კარს მოშორდა. ამაზე მეც ვერაფერს მივახციე. ასე ვთქვათ, აღელვების მიუხედავად დალაგებით, დინჯად და აუჩქარებლად ლაპარაკობდა. ეთყობა ჩემი ჩაგონება სურდა. რა თქმა უნდა, ცოტა ნაწყენი იყო ჩემზე და ნაწილობრივ ჯავრი უნდა დაეყარა გუშინდელი ეგრეთ წოდებული კიბიტებისა და როზგების გამო. ისიც იცოდა, ამ დილანდელი საჯაროდ დაღვრილი ცრემლი ერთგვარი გამარჯვების მიუხედავად ცოტა სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა. სტეპან ტროფიმოვიჩი კი ისე ზრუნავდა მეგობრობაში ლამაზი უნაკლო ფორმების შენარჩუნებაზე, როგორც არავინ. მე არ ვადანაშაულება რა, მაგრამ იმ თავზარის შემდეგ მაინც რომ მქონდა ამაზე ფიქრის თავი და არც სარკაზმი დავიწყებოდა, ამან იყო გული რომ დამიმშვიდა. კაცი რომ ასე ლაპარაკობს და ასე იქცევა, ტრაგიკულსა და უჩვეულოს ამ წუთში არას ჩაიდენს მეთქი. ასე გამსაჯე მაშინ და ღმერთო ჩემო, რა რიგ მოვტყუდი, რამდენი რამ აღარ გავითვალისწინე. გაუსწრებ ჩემ თხრობას და რამოდენიმე სტრიქოს მოიყვან დარია პავლოვნას წერილიდან, რომელიც მართლაც მეორე დღესვე მიიღო ქალმა. Mon enfant, ანუ ჩემო ბავშვო, ხელი მიკანკალებს, მაგრამ ყველა ანგარიში კი გავასწორე. ჩემს უკანასკნელ ბრძოლას თქვენ არ დასწრები ხართ. არ მობრძანდით ამ ასე ვთქვათ კითხვაზე და კარგიც ქენით. მაგრამ გიამბობენ ალბათ, რომ ადამიანებით გაღარიბებულ ჩვენს რუსეთში
მაინც აღმოჩნდა ერთი გულმაგარი კაცი და ამ რეგვენებს პირში მიახალა, რეგვენები ხართო. მიუხედავად იმისა, ყოველი მხრიდან სიკვდილით ემუქრებოდნენ. ისინი საცოდავი არარაობანი არიან და მეტი არაფერი. საცოდავი რეგვენები, დიახასია. ჩემი ბედი გადაწყვეტილია. მე სამუდამოდ ვტოვებ ამ ქალაქს და მივდივარ. თვითონაც არ ვიცი სად. ვინც მიყვარდა ყველა მიღალადა, მაგრამ თქვენ უმციკლო და უმანკო არსებას, უსათნოეს ადამიანს, ვისი ბედიც ერთი ჟინიანი თავნება გულის ახირებით კინაღამ ჩემ ბედს დაუკავშირდა და ვინც ალბათ ზიზღით მიცქერდა, როგორ ღვვრიდი ლაჩრულ წრემს ჩვენ ჩაშლილ ქორწინებამდე. თქვენ, ვისაც არ შეიძლება სასაცილო კაცად არ გჩვენებოდით, როგორიც უნდა იყოთ. თქვენ გეკუთვნით ჩემი გულის უკანასკნელი ამოძახილი. მხოლოდ თქვენ წინ ვიხდი უკანასკნელ ვალს. არ მინდა ჩემზე საუკუნოდ უმადურის, უვიცის, ეგოისტისა და ბრიყვის წარმოდგენა დაგრჩეთ. როგორც ალბათ, ყოველ ცისმარე დღეს ჩაგჩიჩინებთ ერთი უმადური ქვაგული, ვისი დავიწყებაც ვახმე, მაგრამ ვერ შევცელი. აი ასე და ამგვარად იყო გაჭრელებული კარგი მოზრდილი ქაღალდის 4 ფურცელი. მისი სიტყვების საპასუხოდ კარს არ გაგიღებთო. სამჯერ მიუბრახუნე მუშტი კარზე, მივაძახე, თქვენ თვითონ დღესვე სამჯერ გამომიგზავნით ნასტასიას. ოღონ მე აღარ მოვალ მეთქიდა. საჩქაროდ იულია მიხაილოვნასკენ გავქანდი. იქ აღმაშფოთებელ სურათს შევესწარი. საწყალ ქალს უსინდისოდ ატყუებდნენ და მე კი ვერაფრით ვშველოდი. მართლაც რა უნდა მეთქვა მისთვის? ამ ხანში ცოტა გონს მოვედი და გამსაჯე. ეს მხოლოდ ჩემი ეჭვებია. ჩემი შეგრძნებები და მეტი არაფერი მეთქი. იულია მიხაილოვნა ატირებული დამხვდა. ისტერიკა მორეოდა. ოდეკოლონის საფენები და წყლით ასულიერებდნენ. ახალგაზრდა ვერხოვენსკი თავზე დასდგომოდა და გაუჩერებლად ქაქანებდა. თავად იციქვე იყო. პირზე თითქოს კლიტე დაედო. იულია მიხაილოვნა ცრემლმორეული აყვედრი და ახალგაზრდა ვერხოვენსკის, ასე ვთქვათ, ღალაც. იმან უფრო გამაოცა, რომ დღევანდელ მარცხს, სირცხვილს, ერთი სიტყვით ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა ვერხოვენსკის დაუსწრებლობას აწერდა. ერთი დიდი ცვლილება შევამჩნიე ახალგაზრდა ვერხოვენსკისაც. რაღაც მეტისმეტი დაფიქრება და თითქმის სიდინჯე ეტყობოდა. ჩვეულებრივ ხომ ყველაფერზე სულ კბილებს კრეჭდა. გინდაც გაბრაზებული ყოფილიყო. ბრაზი კი ხშირად ერეოდა. გაბრაზებული ახლაც ჩანდა. უხეშად, მოუთმენლად, გულმოსვლად ლაპარაკობდა. ირწმუნებოდა, დილას შემთხვევით გაგანობს შეუარე და იქ თავის ტკივილი და გულის რევა ამიტყდაო. მერე და როგორ უნდოდა იულია მიხაილოვნას რომ მოეტყუებინათ? ახლა ეს მთავარი საკითხი ირჩეოდა. შემდგარიყო თუ არა მეჯლისი, ანუ ზეიმის მეორე ნახევარი. იულია მიხაილოვნა დიდუარზე იდგა. ეგრეთ წოდებული წეღანდელი შეურაცხყოფის შემდეგ არაფრის დიდებით არ წავალო. მოკლედ, სული და გულით უნდოდა აეძულებინათ წასვლა და ისიც უთუოდ პიოტრ სტეპანოვიჩს, როგორც მისანს ისე შეჰყურებდა თვალწარფში და ალბათ ლოგინადაც ჩავარდებოდა ვერხოვენსკი რომ წასულიყო. მაგრამ მას აზრადაც არ ქონია წასვლა. თავ გადაკლული ცდილობდა მეჯლისის შემდგარიყო და უთუოდ იულია მიხაილოვნა დასწრებოდა ამ მეჯლისს. აბა, რა გაქვთ სატირალი? უთუოდ სცენა გინდათ გამართოთ? ჯავრი ვინმეზე ამოიყაროთ? კი ბატონო, ჩემზე ამოიყარეთ, ოღონ მალე თორემ დრო მიდის.
რაც დილით გავაფუჭეთ, საღამოს მეჯლისით გამოვასწორებთ. აი, თავადიც ამაზრის გახლავთ. არ ყოფილიყო თავადი და ერთი ვნახავდი რა გეშველებოდა და რით დამთავრდებოდა ეს ამბები. თავადი პირველად მეჯლისის წინააღმდეგი იყო. ანუ იულია მიხაილოვნას მეჯლისზე დასწრებას არ ემხრობოდა, თორემ მეჯლისი, ასე თუ ისე, მაინც უნდა გამართულიყო. მაგრამ ორჯერ სამჯერო მისი აზრი დაიმოწმეს, თანხმობის ნიშნად რაღაც წაიზმულა. სახტად დამტოვა აგრეთვე ახალგაზრდა ვერხოვენსკის უჩვეულო თავხედურმა კილომ. მე აღშფოთებით უარყოფ და არამც არ დავიჯერებ იმ საძაგელ ჭორებს, რაც შემდეგ გაავრცელეს იულია მიხაილოვნასა და ახალგაზრდა ვერხოვენსკიზე. ამის მსგავსი არაფერი ყოფილა და არ შეიძლება ყოფილიყო. უბრალოდ იგი თავიდანვე ყველაფერში კვერს უკრავდა იულია მიხაილოვნას, იზიარებდა მის გეგმებს, თვითონვე უთხზავდა ამ გეგმებს, უხეშად ეპირფერებოდა, ამ პირფერობით ხელში ჩაიჭირა და მისთვის ჰაერვით აუცილებელი გახდა. აი თუ გინდა ამას კითხეთ, შესწახა ჩემს დანახვაზე თვალებანთებულმა იულია მიხაილოვნამ. თავადივით ეგეც არ მომშორებია წუთით. აბა თქვით, იყო თუ არა ეს აშკარა შეთქმულება, უსინდისო, ვერაგული შეთქმულება, რომ ჩემთვის და ანდრეი ანტონოვიჩისთვის რაც შეიძლება მეტი ევნოთ. პირი გქონდათ შეკრული, გეგმა გქონდათ შედგენილი, ეს პარტიაა, მთელი პარტიაა. მეტისმეტად შეტოპეთ თქვენებურად, სულ პოემები გიტრიალებთ თავში. მე მიხარია ეს ბატონი რომ შემოგვესწრო. თითქოს და დაავიწყდა ჩემი გვარი. ვინაიდან თავის აცრს გვეტყვის. მე ყველაფერში იულია მიხაილოვნას ვეთანხმები, არ დავაყოვნებეც. შეთქმულება მეტისმეტად აშკარა გახდათ. აი, ეს ბაბთები მოგიტანეთ იულია მიხაილოვნა. რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის შედგება თუ არა მეჯლისი, მაგრამ ეს წესრიგის გამრიგებობას აღარ ვიკისრებ. მაპატიეთ, ეს ჩემი სიფიცხე, მაგრამ რასაც ჭკუად არ რწმენა მიკარნახებს, იმას ვერ უღალატებ. გესმით, გაასაფსავა ხელები იულია მიხაილოვნამ. ვერხოვენსკი მე მომიბრუნდა. მესმის და აი რას გეტყვით. ჩემი აზრით, ყველას რაღაცზე გიჭამიათ და დაგიჟებულ ხართ. თუ მკითხავთ, არაფერი ისეთი არ ყოფილა. სრულიად არაფერი, რაც წინად არ მომხდარა ამ ქალაქში. ნეტარა შეთქმულებაზე მელაპარაკებით? კი, ულამაზოდ სამარცხვინო და ბრიყულად გამოვიდა, მაგრამ შეთქმულებას სად ხედავთ? ისიც იულია მიხაილოვნას, მათი მფარველის, მათი გამანებიერებლის წინააღმდეგ. ვინც ყოველგვარ როიმბაზობას შეუნდობდა და აპატიებდა ხოლმე? იულია მიხაილოვნა, აბა რაზე ჩაგჩიჩინებდით მთელი ეს თვე? რაზე გაფრთხილებდით? აბა რაში გჭირდებოდათ, რას გადაეკიდეთ ამ კაცუნებს? რატომ? რისთვის? საზოგადოების შესაერთებლად? იწამეთ ღმერთი, მათი შეერთება ვის გაუგონია? როდის მაფრთხილებდით? პირიქით, ყველაფერს მიწონებდით, ძალას მატანდით კიდეც. უნდა გამოგიტყდეთ, მაკვირვებთ პირდაპირ. თქვენ თვითონ არ მოყავდათ ჩემთან ის უცნაური ხალხი? პირიქით, კი არ გიწონებდით, გედავებოდით. ისე კი მართლა მომყავდა. მაგრამ როდის? როცა ეგენი უკვე ბლომ-ბლომად ირეოდნენ აქ, ისიც მხოლოდ უკანასკნელ ხანს, ასე ვთქვათ, ლიტერატურის კადრილის შესადგენად მოგგვარეთ. იმ ხეპრეების გარეშე რას გავაწყობდით? მაგრამ თავს დავდებ, თუ დღესაც ციოდე ასეთი ხეპრე უბილეთოდ არ შეაწვრინეს. ნამდვილად დაუმოწმე მე. აი, ხომ ხედავ თქვენს მეთანხმებით. ისიც გაიხსენეთ,
ამ უკანასკნელ ხანს რა განწყობას უფევდა აქ, ამ უბადრუგ ქალაქში? ეს ყველაფერი ხომ გაუთავებელთა მხედობასა და სირცხვილობაში გადაიზარდა. მერე დავიზით წაგეზებით? ვის ავტორიტეტს აფარებდნენ თავს? ვინ აურია ყველას თავგზა? ვინ გააბრაზა ეს წვრილფეხობა? თქვენს ალბომში არა ყველა აქაური საოჯახო საიდუმლო გამოჩენებული? თქვენ არ უსვამდით თავზე ხელს ამ პოეტებსა და მხატვრებს? თქვენ არ აძლევდით ლიამშინს ხელს საამბოროდ? თქვენი თანდასწრებით არ იყო სემინარიელმა მოქმედი სტატსკი სოვეტნიკი რომ გალანძღა და მის ქალს კი კუპრიანი ჩექმით კაბაზე შეადგა? ახლა რაღაც გიკვირთ რომ საზოგადოება თქვენს წინააღმდეგ ამხედრდა? მერთო ჩემო, ეს სულ თქვენი მიზეზით იყო, სულ თქვენი მიზეზით. არა ბატონო, მე გაფრთხილებდით. სულ გეჩხუბებოდით, გესმით? სულ გეჩხუბებოდით. პირში როგორ მეუნებით ასე ცოცხალ ტყუილს? ხო, რა საკვირველია, მეტი რაღა გეცნით. ახლა ჯავრის ამოსაყრელად ხომ გჭირდებათ ვინმე? კი ბატონო, ჩემზე ამოიყარეთ, მეთქი აგიგითხარით. მოდი, თქვენ გამგვსაჯეთ ბატონო, ჩემი გვარი ვერა და ვერ მოიგონა. აბა, თითებზე ჩამოვთვალოთ? მე ვამტკიცებ, რომ ლიპუტინის გარდა შეთქმულება არავითარი არ ყოფილა, არავითარი. ამას და გიმტკიცებთ. ოღონდ ჯერ ლიპუტინის საქმე გავარჩიოთ. თქვათ და იმ რეგვენი ლებიატკინის ლექსებით გამოვიდა. მერე და ეს არის თქვენი აზრით შეთქმულება? სულ ადვილი შესაძლებელია ლიპუტინს ეს დიდ ჭკუამახვილობად ჩაეთვალა. დიახ, ჭკუამახვილობად. ალბათ ეგონა ყველას გავაცინებ და გავამხიარულებო. პირველ ყოვლისა კი ჩვენს წყალობელ იულია მიხაილოვნასო. ეს არის და ეს? არ გჯერათ? იმასაც იტყვით, მთელი თვე აქ გამეფებულ განწყობას არ შეეფერებოდაო? გინდათ ყველაფერი გითხრათ? მერთმანი, სხვა დროს ვინიც ის ყველაფერს კარგად ჩაევლო? კი, უხეში იყო, გადამლაშებულიც, მაგრამ ხომ იყო სასაცილო? იყო თუ არა სასაცილო? იულია მიხაილოვნა საშინლად აღშფოთდა. როგორ? ლიპუტინის საქციელზე მეუბნებით, ჭკუამახვილი იყო? ამ ბრიყვობაზე, უტაქტობაზე, სუნდობლობასა და უსინდისობაზე ამბობთ ამას? ეს ბოროტი განზრახვა მიგაჩნიათ გონება მახვილურად? გაანგებ ამბობთ. მაშ თქვენს პირი გქონიათ მათთან შეკრული. კი, უთუოდ, მე ვიყავი უკან ჩასაფრებული, ყველაფერს მე ვატრიალებდი. ის მაინც როგორ არ გესმით? მე რომ ამ შეთქმულებაში ვყოფილიყავი გარეული მარტო ლიპუტინით არ დამთავრდებოდა ეს საქმე. მაშ თქვენი აზრით, ჩემს მამიკოსთანაც მე ვიყავი მოლაპარაკებული, ამისთანა აურზაურიათ ეხემეთქი? აქა თქვით ვისი ბრალია, რომ ჩემი მამილო სცენაზე გამოუშვეს? ვინ გიშლიდათ გუშინ? ჯერ კიდევ გუშინ, ვინ? გუშინ ისეთი ენა მოსწრებული იყო, როგორი იმედი მქონდა მისი თავდაჭერაც კარგი აქვს. მე მეგონა ისა და კარმაზინოვი. ბოლოს კი რა გამოვიდა? დიახ, ბოლოს კი რა გამოვიდა? მაგ დონლესფხის მიუხედავად, მამილომ ყველაფერი წამურტლა. ხოდა მე რომ წინასწარ მცოდნოდ ასე წამურტლავდა ყველაფერს, თქვენი ზეიმის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე რომ ყოფილიყავი. ხომ აღარ დაგიშლიდით გუშინ, თხავენახში არ შეუშვათ მეთქი ასია თუ არა? მე კი გუშინ დაგიშალეთ. დიახ, დაგიშალეთ. იმიტომ რომ გული მიგრძნობდა. ყველაფრის წინასწარ გათვალისწინება ცხადია შეუძლებელია. ვინძლო თვითონაც არ იცოდა ერთი წუთის წინ რას დაახეთქებდა.
ეს ნერვებაშლილი ბებრუცუნები ხომ ადამიანებს არ გვანან, მაგრამ საქმეს კიდევ შეიძლება მოევლოს. საზოგადოების დასაკმაყოფილებლად ხვალვე 2 ექიმი გაუგზავნეთ ადმინისტრაციული წესით ჯანმრთელობის გამოსარკვევად. თუმცა ეს დღესაც შეიძლება მოგვარდეს და საავადმყოფოში გადაგზავნეთ ცივი ტილოების დასადებად. ყოველ შემთხვევაში ნახავენ, საწყენად არ ღირდაო და გაეცინებათ. ამას დღესვე მეჯლისზე გამოვაცხადებ მისი ვაჟის პირობაზე. სხვა საქმეა კარმაზინოვი. უჭკუო ჩოჩორივით მთელი საათი გააჯანჯლა თავის წერილი. აი ვინ იყო თუ იყო ჩემთან შეთქმული. მოდი მეც წავმურტლავ აქაურობას და იულია მიხაილოვნას საქმეს გავუფუჭებო. კარმაზინოვს ნუ გამახსენებთ. რა სირცხვილი იყო, პირდაპირ სირცხვილი დავიწვი ჩვენი საზოგადოების მაგიერ. მე კი სულაც არ დავიწვებოდი, მაგასვე შევტრუსავდი ცეცხლზე. საზოგადოება მართალი იყო. მერე ვისი ბრალია კარმაზინოვის ამბავი? მე მოგახვიეთ თავზე? მეც თქვენსავით ვაღმერთებდი? თუმცა ჯანდაბას მისი თავი. იმ მესამე მანიაკს რაც შეეხება, ეს სხვა ამბავია. ეს არა მარტო ჩემი შეთქმულების ბრალია. აქ ყველანი შევცდით. აღარ მითხრათ, რა საშინელებაა, რა საშინელება. ამაში მე ვარ დამნაშავე, მარტო მე. რა საკვირველია. ოღონ მაგერთ ამბავში კი გაგამართლებთ. მაგ პირდაპირი ხალხის ამბავს ვინ გაიგებს? ვის შეუძლია მათი მომწყემსვა? მაგათგან ვერც პეტერბურგში დაისვევენ თავს. რა ამბით გაგვაცნეს მაინც ეგ კაცი? ხოდა? უნდა დამეთანხმოთ, რომ ახლა მოვალეცხართ, მეჯლისზე წაბრძანდეთ. პატარა ამბავი კი ნუ გონიათ, კათედრაზე ეგ თქვენი მეუხებით ავიდა. ამიტომ თქვენმე უნდა განაცხადოთ ახლა საჯაროდ, რომ არაფერი იცოდით, რომ ის ვაჟბატონი უკვე პოლიციის ხელშია, თქვენ კი უსინდისოდ მოგატყუეს. უნდა აღშფოთება გამოთქვათ, რომ გიჟის მსხვერპლი გახდით. ვინაიდან ის მართლა გიჟია და ბეტი არაფერი. ასეც უნდა მოახსენოთ იმაზე. მაგის თანაკბენია ხალხი ჭირივით მძულს. იქნე მე უარეს ვლაპარაკობ. ოღონდ კათედრიდან კი არა. და იმ სენატორის ამბავი მაინც არ ეკეროს ახლა ყველას პირზე. რომელი სენატორის? რას ამბობთ? მეც ვერაფერი გამიგია. არა, მართლა არაფერი გსმენიათ იმ სენატორზე, იულია მიხაილოვნა? სენატორზეო? დარწმუნებით ამბობენ, ვითომ პეტერბურგიდან აქ სენატორი დანიშნეს თქვენ მაგიერ. ბევრმა მითხრა უკვე. მეც მითხრეს, კვერი დაუკარიმე. მაგას ვინ ამბობს? აპილპილდა იულია მიხაილოვნა. ესე იგი პირველმა ვინ თქვა? მე რა ვიცი. ამბობენ კი? ხალხი ამბობს. მეტად რეგუში ნჭორაობდნენ. რაღაც მართალს კი ჰგავს. თუმცა ვერაფერს გაიგებ. რა თქმა უნდა, უფრო ჭკვიანი და კომპეტენტური ხალხი გაჩუმებულია, მაგრამ ყური კი დაცქვეტილი აქვთ. რა სიმდაბლე და სისულელეა. ხოდა, მაგ ბრიყვების ჯიბრზე სწორედ ახლა უნდა წაბრძანდეთ. მართალი გითხრათ, მეც ვგრძნობ რომ მოვალე ვარ, მაგრამ აი თუ ისევ გავწმილდე? აი თუ არ შეგროვდე ეს ხალხი? აბა ვინ მოვა? არავინაც არ მოვა, არავინ. რა უცბად იცით ხოლმე გადაწყვეტა? ვინ არ მოვა? შეკერილ კაბებსა და მორთულ მოკაზმულ ქალიშვილებს რაღაც უზამენ? ამის შემდეგ კიდე იტყვით, ქალი ვარ და ადამიანებს ვიცნობო? წინა მძღოლის ცოლი არ მოვა, არა. ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ასეთი? ვითომ რატომ არ მოვლენ?
შესძახა გაბოროტებით ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ. რა მოხდა? შევწხვით და თავი მოგვეჭრა. აი რა მოხდა? რა იყო? არ ვიცი, მაგრამ ჩემი გწასვლა შეუძლებელია. რატომ? რა თქვენი ბრალია მაინც? რატომ იბრალებთ თქვენს თავზე? განამეტი დანაშაული საზოგადოებას, თქვენ ძბერი კაცებს, თქვენი ოჯახის მამებს არ მიუძღვით? რამზადები და სალახანები მაგათ უნდა მოეთოკათ. ვინაიდან ეს ყველაფერი არამზადების და სალახანების საქმე იყო, სხვა არაფერი. არსად, არც ერთ საზოგადოებაში მარტო პოლიცია ვერაფერს გააწყობს. ჩვენში ყველა ითხოვს. სადმე თუ მიდის, საგანგებო ზედამხედველი გააყოლონ დასაცავად. ის არ ესმით, რომ საზოგადოებამ თვითონ უნდა დაიცვას თავი. რას მიკეთებენ თქვენი დიდკაცები, ოჯახის მამები, ცოლები, ქალები ამისთანა შემთხვევებში? ხმას გაიკმენდნენ და ცხვირს ჩამოუშვებენ. საზოგადოებრივი ინიციატივა ოინბაზების სასალაგმავადაც არ ყოფნის. ეგ რა მართალი თქვით? დიახ, ხმას გაიკმენდნენ, ცხვირს ჩამოუშვებენ და თვალებსაც ეცებენ. ხო და თუ მართალია, სწორედ ეგ უნდა გამოვთქვათ ხმამ ახლა. ამაყად და გოროზად, სწორედ იმ ბებრუცუნებსა და ოჯახის დედებს უნდა უჩვენოთ, რომ არ დამარცხდით. ვიცი, მაგას კი მოახერხებთ, მაგის ნიჭი კი მოუწია თქვენთვის ღმერთს, თუ არაფერი აგაღელვებთ. ამ სიტყვებით კვლავ ირგვლივ შემოიკრებთ ყველას. მერე კორესპონდენციები გავგზავნოთ ეგრეთ წოდებულ გოლოსსა და ბირჟევიეში. იგივე ბირჟევიე ვედომოსტი, რომელიც გამოდიოდა 1870-იან წლებში. მოიცათ, მე მოვკიდებ ამ საქმეს ხელს. ყველაფერს მე მოგიწყობთ. რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, ბუფეტს თვალი არ მოვაშოროთ. თხოვოთ თავად, თხოვოთ ბატო, არა, მუსიე, ვერ გაგიშვებთ ვერა. ახლა ხელახლა ვიწყებთ ყველაფერს. მერე კი თქვენს გამოჩნდებით ანდრეი ანტონოვიჩთან ხელი ხელგაყრილი. ანდრეი ანტონოვიჩი როგორ გრძნობს თავს? რა უსამართლოდ რა მცდარად სჯიდით მუდამ ამ ანგელოს კაცზე. მოულოდნელად აღმოხტალა მის სრემ მორეული იულია მიხაილოვნას და ცხვირს ახოცი თვალებთან მიიტანა. ახალგაზრდა ვერხოვენსკის წამით ენა დაება. რას ბრძანებთ? როდის იყო? მე მუდამ? არასოდეს არაფასებდით თქვენ ამ კაცს. ქალისას ვერაფერს გაიგებ, ჩაიბურტყუნ ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ და ნაძალადებად გაიღიმა. ის არის ყველაზე მართალი, ყველაზე გულისხმიერი, ანგელოზებით ადამიანი, კეთილზე კეთილი. რა ბრძანებაა? სიკეთეზე მე როდის მithქვამს რამე? სიკეთეზე მე მუდამ არასოდეს, მაგრამ მოვეშვათ, ჩემგან მისი დაცვა უხერხულია. წეღან იმ იეზუიტმა წინამძღოლის ცოლმაც რამოდენიმე გესლიანი სიტყვა გადმომკრა გუშინდელზე. იმას ახლა გუშინდლისთვის არ ცხელა. დღეს სხვა დარდი აქვს. რაში განახლებთ? თუ მეჯლისი არ მოვა? რასაკვირველია არ მოვა. ისეთ ხათაბალაში გაება. და ნაშავეც რომ არ იყოს, სახელი მაინც გაუტყდება. იულია მიხაილოვნამ გაოგნებით შეხედა. არ მესმის რას მეუბნებით. სახელი რამ გაუტეხა? მე ხონდა ნამდვილებით არაფერს ვამბობ. თუმცა ქალაქში კი ერთი განგაშია. ეგ მაჭანკლობდაო. რაო? ვის მაჭანკლობდაო? ერიჰა. იმაში. არაფერი იცით? ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ ჩინებულად გაითამაშა გაკვირვება. ვისა და სტავროგინსა და ლიზავეტა ნიკოლაიევნას. როგორ? რაო? მივაძახეთ ყველამ. არა. მართლა არ იცით?
აქ ხომ ტრაგი რომანები დატრიალდა. ლიზავეტა ნიკოლაევნა წინამძღოლის ცოლის კარეტიდან პირდაპირ სტავროგინს ჩაუხდა კარეტაში და ამ ასე ვთქვათ უკანასკნელთან ერთად გაიპარა სკვორეშნიკში დღისით მზისით. ამ 1 საათის წინ, საათიც კი არ იქნება, ყველანი სახტა დავჭით. თავისთავად ცხადია, უმალ კითხვები დავაყარეთ, მაგრამ ჩვენ და გასაკვირვად დააწვრილებით ვერც იმან თქვა ვერაფერი. თუმცა, ასე ვთქვათ, შემთხვევითი მოწმე ყოფილიყო. საქმე თითქოს ასე მომხდარა. წინამძღოლის ცოლს ლიზა და მავრიკი ნიკოლაევიჩი, ასე ვთქვათ, დილანდელი ზეიმიდან ლიზას დედასთან მოუყვანია. ქალბატონ დროზდოვას ისევ ფეხების დგიოდა. სადარბაზოს ახლოს, ასე 25 ნაბიჯის მოშორებით, თურმე ვიღაცის კარეტა იცდიდა. ლიზა სადარბაზოსთან ჩამოხდა და პირდაპირ იმ კარეტისკენ გაქანდა. ეტლის კარი გაიღო და დაიკეტა. შემინდეო დაუძახა თურმე ლიზამ მავრიკი ნიკოლაევიჩს და კარეტაც სკვორეშნიკისკენ გაქანდა. ჩვენ შეკითხვებზე შეპირება ხომ არ ყოფილა? კარეტაში ვინ იჯდაო? ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ თქვა. ჯერ არაფერი ვიციო. რა თქმა უნდა, შეპირება იქნებოდა, ოღონდ სტავროგინი კარეტაში ვერ დავინახე. იქნებ მისი ბებერი კამერდინერი ალექსეი ეგოროვიჩი იჯდაო. რომ ვკითხეთ, იქ როგორ აღმოჩნდით? ან საიდან იცით დანამდვილებით სკვორეშნიკში რომ წავიდნენ? თქვა. იმ ქუჩაზე მივდიოდიო და ლიზა რომ დავინახე, კარეტასთან მივირბინე. მიირბინა და მისი ცნობის მოყვარეობის პატრონმა შიგ ვინიჯდა ვერ დაინახა. რაც შეეხება მავრიკი ნიკოლაევიჩს, იგი არა თუ უკან გაეკიდა ლიზას, პირიქით წინამძღოლის ცოლი რომ აკივლდა, სტავროგინთან გაიქცა სტავროგინთანო, თვითონვე გააჩერაო. მაშინ კი გული მომებჯინა ყელში. ეს ყველაფერი შენი მოწყობილია, შეგაიძვერავ შენა. მთელი დილა ამას შესწირე. სტავროგინს შენ დაეხმარე. შენ მოდი კარეტით და შენვე ჩასვი შიგ ლიზა, შენ და შენ. იულია მიხაილოვნა, ეგ თქვენი მტერია, ეგ თქვენც დაგღუპავთ. უფრთხილდით. მივაძახე გაცოფებულმა და უკან მოუხედავად გამოვარდი სახლიდან. ახლაც მიკვირს ეს როგორ მივახლებირში. მაგრამ სწორად კი გამოვიცანი. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ყველაფერი ისე მომხდარა, როგორც უთხარი. რაც მთავარია, სიყალბე ამ ამბის გადმოცემაშივე ემჩნეოდა. მოსვლისთანავე კი არ მოგვიყვა ამისთანაც ინცხალ ამბავს. თავი მოიკატუნა, ვითომც უმისოდაც ვიცოდით. თუმცა ასეთ მოკლე დროში აბა როგორ შევიტყობდით? ხოლო რომც გცოდნოდა, განა გავჩუმდებოდით და დაუცდიდით, ვიდრე ის პირველი იტყოდა რამეს? ანასე მოკლე დროში როგორ გაიგო? ქალაქში ერთი განგაშია და ყველა წინამძღოლის ცოლზე ჭორაობსო. გარდა ამისა, მოყოლისას 1-2 ისე ფლიდურად ჩაიღიმა, ალბათ მართლაც ეგონა ეს სულელები მოვატყუეო. მაგრამ მე იმისი დარდი აღარ მქონდა. ლიზას გაქცევა მართლა დავიჯერე და იულია მიხაილოვნასგან გიჟივით გამოვარდი. ეს ამბავი გულში დანასავით მომხვდა. ლამის ცრემლი მომერია. თუმცა იქნებ ვტიროდი კიდეც. აღარ ვიცოდი რა მეღონა. ჯერ სტეპან ტროფიმოვიჩთან გავქანდი. მაგრამ იმ უჯიათმა კაცმა კარი არც ახლა გამიღო. ნასტასია მოწიწებული ჩურჩულით მარწმუნებდა დასაძინებლად დაწვაო, მაგრამ არ დავიჯერე. ლიზას სახლში მსახურთა გამოკითხვა მოახერხე. გაქცევის ამბავი დაბიდასტურეს, მაგრამ სხვა არაფერი იცოდნენ. ოჯახში დიდი განგაშია მწყდარიყო. ავადმყოფ ქალბატონს გული შეუღონდა. მავრიკი ნიკოლაევიჩი თავზე ადგა. მომერიდა მავრიკი ნიკოლაევიჩის გამოძახება. ახალგაზრდა ვერხოვენსკიზე რო ვკითხე,
მითხრეს, ეს უკანასკნელი დღეები სულაკ დაძვრებოდა და ზოგჯერ დღეში ორჯერაცო. მსახურებს დაღონება ემჩნეოდათ. რაღაც დიდი მოწიწებით იხსენიებდნენ ლიზას. უყვარდათ და იმიტომ, რომ თავი დაიღუპა, სამუდამოდ დაიღუპა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ამ ამბის ფსიქოლოგიური მხარე ვერა და ვერ ამეხსნა მეტადრე სტავროგინთან მომხდარი გუშინდელი სცენის შემდეგ. ქალაქი დამევლო და ამ ამბით გახარებულ ნაცნობ ოჯახებში გამომეკითხა მისი ამბავი, რაც უკვე ყველას ეცოდინებოდა, გულმა არ მიქნა და ლიზას დამცირებადაც მიმაჩნდა. მაგრამ თავადაც მიკვირს, რამ წამიყვანა დარია პავლოვნასთან, თუმცა სახლში კი არ შებიშვეს. გუშინდელ საკეთ სტავროგინების სახლში არავის იღებდნენ. მეც არ ვიცი, რის თქმას ვაპირებდი და რისთვის შევრიბინე. იქიდან მის ძმას მივადექი. შატოვმა კუშტად და უსიტყვოდ მომისმინა. ასე თუ ჟმურ გუნებაზე ჯერ არ მენახა. საოცრად ჩაფიქრებული ჩანდა. გონი უმძიმდა კიდეც ჩემი მოსმენა. თითქმის არაფერი უთქვამს. წინ და უკან ბოლთის ცემას მოყვადა ჩვეულებრივზე უფრო აბრაგუნებდა ფეხებს. კიბეზე ჩამოსულს მომაძახა, ლიპუტინთან შეიარეთ და იქ ყველაფერს შეიტყობთო. ლიპუტინთან აღარ წავსულ ვარ. შუაგზიდან ისევ შატოვთან გამოვუტრიალდი. კარი ნახევრად გამოვაღე და იქიდან ლაკონიურად ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე შევთავაზე. მარია ტიმოფეევნას ხო არ შეუვლით მეთქი დღეს? შატოვმა შებიკურთხა და მეც წამოვედი. რომ არ დამავიწყდეს აქვე ვიტყვი. შატოვი იმავე საღამოს განგებ წასულა მარია ტიმოფეევნასთან, რომელიც დიდი ხანია არ ენახა. მარია ტიმოფეევნა სახს სალამათად კარგ გუნებაზე დახვედრია. არყით გალეში ლებიატკინსკი პირველ ოთახში ეძინა თურმე დივანზე. საღამოს 9 საათი იქნებოდა, ასე მითხრა თვითონ მეორე დღეს ქუჩაში რომ შემეფეთა. 10 საათი იყო, როცა მეჯლისზე წასვლა გადავწყვიტე. არა როგორც ასე ვთქვათ წესრიგის გამგემ, ჩემი ბაბთა იულია მიხაილოვნასთან დარჩა. უბრალოდ ცნობის მოყვარეობამ ცლია. ნეტა რას ლაპარაკობენ მეთქი ქალაქში ამ ამბების ირგვლივ. მე თვითონ გამოკითხვას არ ვაპირებდი. თანაც იულია მიხაილოვნასთვის მინდოდა შორიდან მაინც მომეკრა თვალი. გული მეთან აღრებოდა წეღან რომ ასე მივატოვე და გამოვიქეცი.